რენი ჰალენის აგვისტოს 5 დღის პრემიერამდე ერთი დღე რჩება. დღეს კი უკვე თბილისში ჩამოვიდა შერონ სტოუნი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიალაინერის სპეცრეისით 4:30-ისათვის დაეშვა. ჰოლივუდის ვარსკვლავი აგვისტოს 5 დღის პრემიერას დაესწრება. გამთენიისათვის საქართველოში ჩამოდიან ფილმის რეჟისორი რენი ჰალენი და ერთ-ერთი მთავარი გმირის როლის შემსრულებელი ენდი გარსიაც. თქვენ პირდაპირ ედერში ადავნებთ თვალყურს აეროპორტში კურიერის ჯგუფის მიერ გადაღებულ კადრებს. შერონ სტოუნმა აეროპორტი VIP გასასვლელიდან დატოვა. იგი სასტუმრო რედისონში იცხოვრებს. მსახიობს აეროპორტში ფილმის პროდიუსერები პაპუნა დავითა იაკობა ნაყოფი ადახდნენ. შერონ სტოუნი სპეციალურად პრემიერისათვის დაგეგმილ საქველმოქმედო საღამოზეც გეგმავს დასწრებას, რომელიც რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართება. თეონა ცხომელიძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. თეონა, დასრულებულია თუ არა სამზადისი საქველმოქმედო საღამოსა და პრემიერისათვის და ხომ არა ცნობილი შემთთვის ჰოლივუდის ვარსკვლავის დღის წესრიგი? როგორც ამ დროისათვის ვიცით, შერონ სტოუნი იმყოფება სასტუმრო რედისონ ბლუივერიაში, სადაც ის იცხოვრებს საქართველოში ყოფნის განმავლობაში, როგორც უკვე აღნიშნე, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჩამოვიდა თბილისში ზუსტად 2 საათნახევრის წინ. მას დახვდნენ ფილმის პროდიუსერები და ის უკვე იმყოფება სასტუმროში. მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიებებისათვის მზადება. ძირითადად ეს არის რუსთაველის გამზირი, სადაც იქნება ფილმის პრემიერა კინოთეატრში და ასევე რუსთაველის თეატრი, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება ხვალ საღამოს რუსთაველის თეატრში. დაესწრებიან სპეციალურ საქველმოქმედო ვახშამს შერონ სტოუნი, ენდი გარსია და სხვა სტუმრები, რომლებიც საგანგებოდ აგვისტოს 5 დღისათვის ჩამოდიან საქართველოში. რუსთაველის თეატრში მზადება ჯერ არ დასრულებულა. როგორც ჩვენ ვიცით, ეს იქნება ძალიან პომპეზური საღამო და აქ დასწრების მსურველებს შეიძლიათ მოსაწვევი 5,000-დან 10,000 ამერიკული დოლარის ფასად და დაესწრონ ღონისძიებას შერონ სტოუნთან, ენდი გარსიასთან და ამერიკელ სტუმრებთან ერთად. ეს თანხა, რომელიც შეგროვდება ამ საღამოდან, მთლიანად გადაერიცხება 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ოჯახებს. საღამო იქნება ასევე მუსიკალურად გაფორმებული და აქ იმღერებს სოფო ნიჟარაძე და ასევე იქნება სხვადასხვა მუსიკალური ნომრებიც. ძალიან ვცდილობთ, რომ ჩვენთან როცა სტუმარი ჩამოდის, რაღაცა ისეთი ძალიან სასიამოვნო და გულის ამაჩუყებელი და დასამახსოვრებელი გავუკეთოთ. ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი, მით უმეტეს, რომ ესეთი საპატიო სტუმრები იქნებიან ხვალ ჩვენთან. ქართული სტუმართმასპინძლობა მრავალხმიანი სიმღერის გარეშე არ არსებობს და ეს არის ის, რისიც ჩვენ შეგვიძლია გავაკვიროთ ისეთი მსოფლიო მოვლილი სტუმრებიც კი, როგორც შერონ სტოუნია, ენდი გარსია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა აუცილებლად გაჟღერდება ხვალ საღამოს. ასევე იქნება ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი ნიკა მემანიშვილის ხელმძღვანელობით და სცენაზე ასევე იქნება სპეციალური სტუმარი ვარსკვლავი სოფო ნიჟარაძე, რომელიც რამდენიმე კომპოზიციას შეგვისრულებს. მზადება მიმდინარეობს რუსთაველის კინოთეატრში. სწორედ ეს კინოთეატრი უმასპინძლებს ხვალ იმ სტუმრებს, რომლებიც თბილისში იქნებიან აგვისტოს 5 დღის პრემიერაზე დასასწრებად. იქ დღეს ღამე დაიწყებენ სპეციალური პლატფორმის გაკეთებას, სადაც განთავსდება წითელი ხალიჩა. ეს პლატფორმა გადაკვეთავს რუსთაველის გამზირს, ხვალიდან იქნება გადაკეტილი მოძრაობა გამზირზე და ამ წითელ ხალიჩაზე გაივლიან სტუმრები. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს იქნება ძალიან პომპეზური ღონისძიება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ თბილისის ისტორიაში ყველაზე პომპეზური ღონისძიება, თუნდაც იმის გამო, რომ ძალიან მაღალი რანგის სტუმრები იქნებიან. აქ ჯერჯერობით მუშაობა არ დასრულებულა რუსთაველის გამზირზე. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ იმისათვის, რომ ხვალ საღამოსათვის ყველაფერი იყოს მზად იმისათვის, რომ აგვისტოს 5 დღის პრემიერა გაიმართოს.